ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. 102 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ერთობლივ მიმართოს ავრცელებს, სადაც ეგრეთ წოდებულ ფარას კანონპროექტზე საუბრობს, რომელიც ორგანიზაციების შეფასებით საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. რითი განსხვავდება ამერიკული ფარამ ქართული თარგმანისგან და რა საფრთხეებს უქმნის ქართული ოცნების ინიციირებული ცვლილებები თავისუფალ საზოგადოებას, ელენე გოგბერაშვილი პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს არასამთავრობო სექტორის შეფასებებს. ელენე, მოგესალმები, გისმენთ. მოგესალმებით. ბექა, რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. ეს იყო ამ 100-ზე მეტი ორგანიზაციის მიმართვის მთავარი გზავნილი დღეს. მათი თქმით, ვერ აღსრულებული რუსული კანონის გამკაცრებით ქართული ოცნება ცდილობს მოქალაქების სისხლით სამართლებრივი დევნით დააშინონ, რაც ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ორგანიზაციები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ფარა, რაზეც მართლმ იძალა ირწმუნება, რომ მის პირდაპირ ანალოგს აინიცირებს ამერიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ქართულ ოცნებას კი ამ სულით სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას, 50-მდე ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ქალები, შეუწყდეს დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილების და საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლი ადამიანების ხმა. უკვე მესამე წელია ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი მისი არც ერთი ფორმით არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი. შესაბამისად, ხელმომწერი ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის და საკუთარი მისიის ერთგულნი. ვემსახუროთ საქართველოს და ქართულ ხალხს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს კანონი არ გამოიყენება დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ამიტომ თუ კი ეს კანონი სულისკვეთებით იქნება ამერიკული, ის ნამდვილად არ შეეხება ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ხოლო თუ ქართული ოცნება დაიწყებს ამ კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ეს იქნება ნამდვილად შენიღბული კვლავ რუსული კანონი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას. ქართული ოცნების ინიცირებული ფარა მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს არ ეხება, როგორც ოცნების რიგებში განმარტეს, ის გაცილებით მკაცრია ვიდრე რუსული კანონი და ეხება როგორც ბიზნეს ორგანიზაციებს, მაგალითად როგორიცაა კორპორაციები, ასევე ფიზიკურ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაფინანსებას იღებენ. ამერიკული ინტერპრეტაციით და ამერიკული პრაქტიკით დამოუკიდებელ არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებზე ფარა არ ვრცელდება, ხოლო თუ ივანიშვილი აპირებს ფარას გავრცელებას ყველა ადამიანზე და ჩათulis რომ დაფინანსება ნიშნავს ვიღაცის მითითებების და კონტროლ ქვეშ საქმიანობას, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ რუსული კანონი გადაიფუთა, დამძიმდა და ეხლა უკვე უცხოური დაფინანსება ხდება სისხლის სამართლის დანაშაული თუ შენ არ იტყვი რომ ხარ უცხო ქვეყნის აგენტი. ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება ეს მსგავსი აკრძალვები, ანუ ფიზიკური პირებიც იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ რეესტრში, თუ კი ისინი იღებენ კონკრეტულ თანხებს უცხოეთიდან, უცხოური ორგანიზაციიდან, უცხოური ძალიდან, როგორც კანონით არის განმარტებული, ანუ ყველა ის ვალდებულება, რაც აქამდე მხოლოდ ორგანიზაციებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე იყო, ვრცელდება ასევე ფიზიკურ პირებზეც, თუ კი ისინი იქნებიან მიმღები ამ საერთაშორისო დახმარების. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ფართო კანონმდებლობას ასწავს ადმინისტრაციული სამართალი, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობს, ასწავს სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელია, რომელიც გამორიცხავს ბოროტად გამოყენების რისკებს. იმ პირობებში, როცა ჩვენ სასამართლო არ გვაქვს, მთავარი მუხრუჭი შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს ამ ფარას აღსრულებასთან დაკავშირებით და მისი ბოროტად გამოყენების მასშტაბი, რაღაც უკიდურდონო მასშტაბებამდე შეიძლება წავიდეს. ოცნების ფარა ერთპარტიულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ამ კანონის აღმასრულებელი რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო იქნება. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ამბობენ, რომ არ აპირებენ ამ კანონის საქმიანობას და მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები. მადლობა, ელენე გოგბერაშვილი.